სადარაო საქმეთა მინისტრის ვიზიტი მაია ფანჯიტიძე 10-დან 15 იანვრის ჩათვლით სამ ქვეყანას ლიტვას, ლატვიას და ჩეხეთს ეწვევა. ის თავის კოლეგებთან ერთად აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების სხვა მაღალ წარმომადგენლებში ხვდება. დაგეგმილია ფანჯიტიძეს დამოსვლა ვილნიუსში, აღმოსავლეთ ევროპის სწავლების ცენტრში. ასევე გაიმართება ლიტვას საქართველოს შორის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში არსებული კომისიის 2013 წლის სამოქმედო გეგმის ხელმოწერის ცერემონია. ლიტვის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში სადარაო საქმეთა მინისტრი მონაწილეობას მიიღებს ქალაქ თრაკაიში დაგეგმილ სნოუ მითინგში, როგორც სადარაო უწყებაში აცხადებენ, ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც სხვადასხვა ქვეყნის მაღალი რანგის ოფიციალური პირების, ასევე საერთაშორისო და უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტთა ყოველწლიურ არაფორმალურ განხილვებს საქართველოს სადარაო საქმეთა მინისტრი დაესწრება. ვიზიტის ბოლოს დაგეგმილია ერთობლივი პრესკონფერენცია და ინტერვიუები წამყვან მედია საშუალებებთან. მოხარული ვარ, რომ შევხვდი მინისტრ მაია ფანჯიტიძეს, რომელიც მომავალ კვირაში სამუშაო ვიზიტს პრაღაში გეგმავს. ჩეხეთსა და საქართველოს ძალიან წარმატებული ურთიერთობა აქვთ. ჩვენი მიზანია კიდევ უფრო გავაძლიეროთ თანამშრომლობა. დარწმუნებული ვარ, რომ მინისტრის ვიზიტი ჩეხეთში იქნება კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გასაღრმავებლად, რაც ჩეხეთსა და საქართველოს სამომავლო განვითარებაზე პოზიტიურად აისახება.